ბატონი დავითის მიერ წარმოადგენილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმას მინდა გამოვეხმაურო. როგორც ახლა შევხედე, დათო ჩინჩალაძე, მაღარველი საინიციატივო ჯგუფის წევრი. როგორც ახლა შევხედე, ბატონი დავითის გეგმა თავიდან ბოლომდე აგებული არის სპეციალური მმართველის პრინციპზე. მე ახლა მინდა შეგახსენოთ მეგობრებო, სპეციალურ მმართველს რაც შეეხება, სასამართლომ სპეციალური მმართველის დანიშვნის შემთხვევაში ზუსტი მითითება მიცა, რატო უნდა შემოსულიყო სპეციალური მმართველი გარემოზე მიყენებული ზიანის გამო. ჩვენ ნახეთ პირველი სპეციალური მმართველი ნიკოლო ჩიქოვანი, მეორე ბესი კეთაძე. და ეხლა ამ საუბრიდან გამომდინარე ჩანს, რომ სპეციალურ მმართველის პიროვნებებში არის თითქოს საქმე, ანუ პიროვნება ვერ გაამართლა და მე უფრო სხვა რამეს ვხედავ. სპეციალურმა მმართველმა თვითონ სისტემამ ვერ გაამართლა. ჩვენ რო ვითხოვთ სახელმწიფოს ჩართულობას ამ სპეციალურ მმართველს აქვს თავისი მიმართულება, რა კუთხით უნდა იმუშაოს. ერთი წამით რა კუთხით უნდა იმუშაოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, მაგრამ აქ გარემოზე მიყენებული ზიანის გამო გამოიკვეთა ბევრი სხვა პრობლემები. არარენტაბილურობაზე როდესაც საუბრობთ ჩვენ, არარენტაბილურობას ის ფასების ზრდა და ასე შემდეგ, კი გეთანხმებით კომისია უნდა შედგეს, მაგრამ იმის გამო არა რომ სპეციალური მმართველი ავირჩიოთ. სახელმწიფო ჩართულობით უნდა მოხდეს შესწავლა იმ ყველა პროცესის, რა პროცესებიც მიმდინარეობდა ჯორჯიან მანგანეში. იქნება ეს აუდიტი, ანუ იქნება ეს ყველა იმ ასე ვთქვათ, ხარჯების აღრიცხვა და შესწავლა, რაც აქამდე მომხდარა, თუნდაც სპეციალური მმართველის მომენტიდან, ნახე, თქვენ რო ამბობთ, კი, არა, ნახე, როგორც სახელმწიფოს ხელმა ვერ გაამართლა, ანუ სპეციალურ მმართველს კიდევ მეორე, სასამართლო მიცავს კონკრეტული მიმართულება, შენ უნდა გააკეთო ეს გარემოზე მიყენებული ზიანი უნდა აღმოხრა. კი, აქ იმას თავის თემა და ჩვენ უფრო მასშტაბებს ვითხოვთ, ჩვენ ანუ კიდე ახალი სახელმწიფო მე ნახე პათოსი ამ ყველაფერს ამინდა საბოლოო კიდე ახალი სახელმწიფო მმართველი ვერ მოგცევს ჩვენ პიროვნების შეცვლა და მენეჯერის შეცვლა ვერ მოგცევს ახალ მოცემულობას ფუნქციების გაზდა მაინც ნახე ჩვენ თუ მივდივართ იმ მოცემულებამდე რომ სახელმწიფომ უნდა გადაიბაროს და სახელმწიფომ უნდა მართოს და იყოს პასუხისმგებელი ამ მოპოვებით სამუშაოებზე აი ეხლა თქვენი მოცემულობა მოვისმინეთ, დანარჩენი მე უბრალოდ ეს შესწორება გავაკეთე, რომ ჩვენ სპეციალურ მმართველს არ ვითხოვთ ახალს და სახელდაგვარი ვინ ერქვა სულ არ გვაინტერესებს, თვითონ ეს სისტემა ვერ მუშაობს ამ საქმეში გამართულად და დანარჩენი ბიჭებს აგენ წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლის უფლებაც აქვთ, აქვს ჩამოყალიბებული თავისი ხედვა გეგმა, როგორ და რანაირად უნდა ვიმოქმედოთ. ანუ ეს კიდე კი გეთანხმებით, უბრალოდ ესეთი მოცემულობით თუ ვინმე კიდე გამოსვლას აპირებდა კიდე ახალ სახელმწიფო მმართველზე ავაგოთ რაღაცა ოცნების კოშკები, მაგ არ მოგცეს არსებით რეალობის შეცვლას. კი ბატონო, ალბობა. ხო, მაგრამ სასამართლო მიცა მიმართულება კონკრეტული. ერთი წამი ორი ნახეთ პატივცემული, ორი სახელმწიფო მმართველი ნახეთ. მაშინაც ხო შეეძლო. ანუ მე ჩემი პოზიცია და ჩვენი პოზიცია გითხარით. დანარჩენი პოლემიკა შეგვიძლია გავშალოთ საკითხი. არსებობს ეგეთი მექანიზმი, რომ სახელმწიფო ადამიანი შემოიყვანა მართლად კომპანიაში და ეგ მექანიზმი არსებობს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ სახელმწიფო ჩართულობაზე, როგორც შეიძლება სხვა ფორმა მივცეთ, სხვა უფლება მოვალეობები მივანიჭოთ ამ ადამიანს. ვიღაც პიროვნება არ იყოს და წინა მმართველები არ უპასუხისმგებლობა არ მოგვეცეს და საკრებულოს დარბაზში და უარცხადებიან ისე არ დღესაც კი რაღაცეებზე ხელმომწერია სახელმწიფო მმართველი, მაგრამ არ ამართლებს ეს სახელმწიფო მმართველის ინსტიტუტი, მე ამის თქვა მინდა.
მოგესალმებით ყველას, მადლობას გიხდით პირველ რიგში რომ მომიწვიეთ. ტარიელ მიქაცაძე გახლავართ მაღაროელი. უჩვეულო გარემოა ჩემთვის და შეიძლება აქედან ხმამალ ავწევ ხმას, არ არის პრობლემა. მოგლეთ, სწორად იყო განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დახარისხდეს პრობლემები ჭიათურაში, არის გრძელვადიანი და არის მოკლევადიანი პრობლემები, რაც სასწრაფოდ მოითხოვს გადაწყვეტას და რაც დროში მოითხოვს, რადგან ჩვენ 2023 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა თუნდაც სახელმწიფო ჩართულობით და პროფკავშირის ჩართულობით, რომ დოკუმენტებზე, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და ანგარიშვალდებული გახდა როგორც კომპანია, ასევე პროფკავშირები არ შესრულდა და მოგვიყვანა დღეს იქ, სადაც ვარ, ჭიათურა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება. ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში გადმოინაცვლა იმ საჭიროებებმა, რომ არის აუცილებლად ფინანსური კრიზისი, იმის მიუხედავად, რომ მერია აკეთებს დახმარებას 200 ლარიან, ჩვენც რაღაცას ვცდილობთ ქუჩიდან, ეს არის ზღვაში წვეთი და არ არის საკმარისი, ამიტომ მნიშვნელოვანია კი არის აუცილებელი, რომ სამუშაო ადგილები უნდა შენარჩუნდეს, მუშა პროცესი უნდა აღგეს, ამისთვის სპეციალისტები იმსჯელებენ და უფრო მეტ ციტყვიან რა როგორ არის. ვეთანხმებ იმასაც, რომ თუნდაც ამ ეტაპზე წამგებიანი იყოს, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო პროცესი აღგეს, ის დანაკლისი ხელფასი, რაც 3 თვის განმავლობაში არ მიუღია ადამიანებს და ის საბანკო პრობლემები, რომლებიც შესასრულებელია და უნებლიეთ მოხდა ამ დაზარალებულებისთვის ასეთი თავსატეხი, ეს უნდა იყოს სახელმწიფო ჩართულობით აუცილებლად შესრულებული. სხვანაირად მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გამოვა ჩვენ წერილობით მივმართეთ როგორც ბანკებს, ასევე მთავრობის კანცელარიას ამ პრობლემასთან დაკავშირებით ველოდებით პასუხებს, მაგრამ ყველანაირი გზა უნდა ვცადოთ იმისთვის, რა გამოიყვანს ჭიათურას როგორც მოკლევადიანი კრიზისიდან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში რა არის სწორად დასაგეგმი, რომ მივახციოთ, ანუ შევთანხმდით იმაზე, რომ ხელფასებია გასაცემი, ბანკების პრობლემებია მოსაგვარებელი, რომ დასტაბილურდეს. მესამე ეტაპი არის, რომ მუშა პროცესი უნდა აღგეს, ხელფასი და ბანკი დროებით შეაჩერებს პროცესს, სიმშვიდეს პოვებს ქალაქში, მაგრამ ერთიც მინდა რომ ვთქვა, უკვე მეორე დღეა შიმშილობა დაიწყეს ბიჭებმა და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ჩვენი მოთხოვნა არის ამ ეტაპისთვის, არის რომ მთავრობა მოგვისმინოს ისეთი კომპეტენტური პირი, ვისაც შეუძლია ჩვენი ჩართულობა დავსხდეთ და მოგვისმინოს სამმხრივ კომისიაში. დიახ. და გეტყვით ეხლავე მე წეღან ბოდიში მე წეღან შევეხეთ. კი. არა, ეხლავე გეტყვით. აი შედეგებიდან გამომდინარე არა. ბოდიში აუხსნით. კი, ეხლავე აუხსნით. ანუ ეს არ ვარგა ასეთი სამმხრივი კომისია რომ შედგა არის კარგი. მე წეღან შევეხე შეგნებულად 2023 წლის გაფიცვა, სადაც პასუხისმგებლობა იყო სახელმწიფო პროფკავშირმა თავისი იურისდიქციასთან და ასე შემდეგ. გემახსოვრებათ კომისიური შეხვედრები და შემდეგ არაფერი არ გაკეთა რეალურად. ერთმანეთი შეხვედრა, რომელიც მესამე მხარე გახდა პროფკავშირების გაერთიანება, სულ წინააღმდეგობაში მოდის როგორც მაღაროელებთან, ასევე ჭიათურის ინტერესებთან. იმაჩნია, რომ მისი ბრალეულება დღეს გაწყდება, იმიტომ რომ მისი კოლექტიური ხელშეკრულება, რომელსაც 100 აფრიალებს, ზუსტად კოლექტიურმა ხელშეკრულებამ მიიყვანა კრიზისამდე ეს მდგომარეობა. მას უნდა ბევრი უფლებამოსილება აქვს, რომ საწარმოს პროცესში ჩართულიყო, თუნდაც ის გაბერილი შტატები, ფასნამატები და ასე შემდეგ. მას ჰქონდა რესურსი ფინანსურიც და იურიდიულიც, რომ უფლებაც ამავდროულად, რომ დროთა განმავლობაში ეწარმოებიდა კვლევა, ამიტომ მისი გულირებიდან გამომდინარე და კიდევ ერთი მცდელობიდან, რომ ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში მოგვივარდეს ეს სიტუაცია და შემდეგ რამოდენიმე თვეში ისევე პრობლემა დარჩეს, უცხადეთ უნდობლობას და მესამე მხარე უნდა იყოს აუცილებლად მუშათა კრასისგან, ეს არის ჭიათურის პრობლემა და აუცილებლად ვინც იცის აქ არ ჩამოსულა ნახვის განმავლობაში, ვინც იცის ჭიათურის პრობლემები, დასწრეს სამმხრივ კომისიაში მთავრობასთან და დამსაქმებლების გაერთიანებასთან ერთად და შედგეს მოლაპარაკება. სწორედ შიმშილის მიზეზიც ეგ არის, რომ ჩვენ არ მოგვისმინეს, არ დაგვრჩეს იქ სადაც უნდა დაგვეჟღერებია ჩვენი ხმა, ქუჩიდან არ ჩანს ისე კარგად და არ ისმის, რასაც ქუჩაში ვაჟღერებ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, რაც შეეხება მოკლევადიანში რაც მინდოდა მეთქვა. შეიძლება რაღაც დეტალები გამომჩა, მაგრამ ჩვენში გავაკეთოთ შექმნა.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივებს, ჩვენი მოთხოვნები რაც არის, ეს არის ზუსტად ვეთანხმებით, რომ ტურისტული ასე შემდეგ და ასე შემდეგ მნიშვნელოვანია, რომელიც მაგრამ დღეს ვერ უშველის ეს არსებულ პრობლემას. ჩვენი გრძელვადიანი პერსპექტივა არის ზუსტად ის, რაც გვაქვს ჩამოწერილი თუნდაც ნაციონალიზაციასთან და თუნდაც ფონდთან დაკავშირებით. ანალოგიური არის სოფლის დაზარალებული მოსახლეობა და ეკოლოგია ყველას გამიგირავთ გრძელვადიან პერსპექტივა თუნდაც ტრანსპორტის საკითხი უნდა ჩაგერჩა. მაგრამ გავშეხეთ 5 წლიაზე ფიქრობ ჩვენ რომ იქნება 5-7 წლის მაგრამ ხო ასე დღევანდელი 7 წლის მე ხოდადგინე და საფიქრად ხო არის სწორია სწორია და მაგას ნაბიჯები რომ 7 წლის მე აღარ დავბრუნდა დამანიშნული ამას ხო ფას არაფერს ეს გამოიყვანს და ყველა ტურისტული ყველაფერს გააკეთებს მაგას კი არა მე ნახევარს ხო ალბათ შეცოტა მოგვიანებით შემოხვედი ვამბობ რომ ეს ეკონომიური ახალი ეკონომიკური ხარდაჭერის ცენტრი რომელიც მინდა შეუდგა მუნიციპალიტეტის ბაზაზე აკეთებს ამ მოსახლეობას ისევ შეიძლება მაღარველი ადამიანი მაგრამ აქ რაღაც ბიზნესი დია ხო შეიძლება განავიწყოს ვიცი ეშაჩები საუბრია მაგაზე ასე ჭარბი პროდუქცია შეიძლება თაფლის მიმართულება იცის ძალიან კარგად რომ არის შეიძლება და რეალიზაციას ვერ ახდენებს არის ბევრი სხვადასხვა სტარტაპები რომელიც ყველა უნდა ჩართოთ მაგრამ ეს მას კი ნიშნავს დღეს ვერ გადაწყდება ამის გასაგები აწუხები სამფროზე არალელურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ხვალზე ეს არის ჩემი წინადადა კარგად ერთ-ერთი კომისიაც იმუშაოს რომ იქნება ისეთი კარგი მოდელი ჩამოგვიყალიბდეს ყველა საერთოდ რომ რაღაცა შევთავაზოთ ამ ცენტრალურ ხელისუფლებაზე მოდი ჩვენ ხომ ვერ შევცვლით სპეციალური მმართველის უფლებამოსილებას ჩვენ უნდა შევთავაზოთ მას ეს და შეიძლება კარგი გამოგვივიდეს ეს და ამას გაუგნებით ეს იყო ჩემი იდეა სპეციალურ მმართველიდან დავიწყებთ მაისში გადის უფლებამოსილებას ვადა მაისიდან შეგვიძლია რომ უფლებები მივანიჭოთ უფრო მეტი და მეტი ჩართულობა მოხდოთ თუმცა 2017 წლიდან ბატონი ნიკოლო ჩიქოვანის ჩართულობით ჩვენ ხედავდით რომ ძალიან აქტიური იყო თეატრის საკითხში რაც შეეხება ახლანდელ სპეციალურ მმართველს ძალიან ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და ანუ რა მინდა გავაგრძელო ანუ კომპანია არის დამოუკიდებელი და ვერ შევეხებ ზუსტად რომ არ ჩავერიეთ კომპანიის საქმიანობაში და ვერ ნახეთ ის საკმაოდ კომპანიების ზოგადად ეს არის ეს ახლა მაგით აღნიშნებ ან პროფკავშირების სახით ან რაიმე გაერთიანების სახით ერეოდეს მართვაში მაგით დასაქმებობა და არ ჩართავ გამოიწვია ის რაც გამოიწვია დღეს და რეალურად ანუ მაგ უგრილობამ და არ ჩართვამ თუნდაც პროფკავშირების და თუნდაც ვისაც ხონდა უმეტესი უნდა იყოს ამას ხომ დიახ და მაგას ხომ მეც მან ვარ ზუსტად გამოიწვია ის სადაც ვარ და ეს რო ყოფილიყო შესაბამისმა უწყებებმა რომ თავის დროზე რო ემუშაოთ შესაბამისად თანხები რა თქმა უნდა აწარმოა კომპანიამ გაუშვა დახარჯა მაგრამ საწავით ეგ არის საკითხი და ამიტომ მივიდა გაკონტრების დონეზე მე ბევრის გამწენია რომ აი დასაგლად მოვიდა შტატები გაიბერა მაგრამ შენ ჯიბიდან უარ მიწ აი თურმე სალმი ჩიათურის ჯიბიდან მიდის და ჩიათურას დაატყდა ჯოჯოქეშა გოლოთაზე რაც შეეხება თავი პრობლემა გოდიში ჩვენ გონია ხოლმე საუბარი თავი პრობლემა ჩემი არის ეს გადაბერილი და არასწორი ამდენი შტატები ეთახმები თამაში და ასევე ის რომ რაღაც ნაწილი გაჩერებული ჩემი აზრით ყველაფერმა უნდა იმუშაოს და უნდა იყოს სწორად დალაგებული მენეჯმენტი და სწორად იმუშაოს ეს არის ამის გასაგები ამას თუ ჩვენ ერთობლივად მივახდეთ იქნება უკვე ძალიან მაგარი და შესაძლებელი იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობა ეხლა გრძელვადიანზე რომ გადავიდეთ და ცოტა ისეთი მე ვიცი რომ ესე სწრაფად ვერ მოხდება და არც არის და შეიძლება ვერც მე მოესწრო ჯორჯიან მანგანეზის სისტემაში ის რასაც ვამბობ მაგრამ რაც შეეხება ნაციონალიზაციის საკითხს ფაქტი გვაქვს სახეზე საქართველოს რკინიგზა მთავრობის არის ფოსტა არის მეტრო არის აგრესაბაგირო გვაქვს და კიდევ ბევრი რაღაცები და რაკუა შეიძლება ეხლა პროექტი ჩვენი გეგმებია ჩაისვიდეს ეს საქართველოშიც არის გაგიჭირდა და შაბლონების ეს არის დაკიდული და რაღაცა მოგახსენებთ ეხლა მაგის ფაქტები თუ საქართველოში არ მოგეძიება ამერიკაში მოგეძიება დიდ ბრიტანეთში წარსულს არა რომ დაკოდრდა უკვე და $1 შეიძლება ან რეინვესტირება და რა ჯორჯიან მანგანეს თუ დანაშაულები არ მეუღლის
ამაზე არ მინდა ანუ მაგალითები მოვიყვანე მე უბრალოდ ნაციონალიზაცია რომ მოხდა იმ კერძო აღებული ინვესტორების შემდეგ რომ დაიბრუნა სახელმწიფო და არის წარმატებული ეს ჩვენ გვაქვს დოკუმენტურად მოტანილი თქვენთანაც თავრობასთანაც გვაქვს გადაგზავნილი სახელმწიფო კანცელარიაში და ასე მოგვიყვეთ ეს მინიმუმად შეგვიძლია რომ გავშალოთ რაც შეეხება ფონდს ზუსტად ის არის რასაც თქვენ ამბობთ ერთ-ერთი ერთვევა თეატრის სამომავლო გეგმა ბოდიში ეს უნდა მიიღოს იმიტომ რომ არის ფონდია შედის რასაც ამბობთ ფინანსები შედის ეს არის სახელმწიფო სამსახური მაგალითად ჩვენ გვყავს 8 სამსახური რომელსაც ყავს ხელმძღვანელი სამსახურის ხელმძღვანელი დაყოფილების უფროსი ავარ სპეციალისტი გუნდი აკეთებს ამას შეიძლება მიზანი რა მიზნობრიობა რა ეგ არის შეიძლება კადრის სპეციალისტები მოიწევენ ანუ მაგას ჭირდება ძალიან მაღალი პროფესიონალი რომელიც ამის აყვანა შეიძლება იმიტომ ვამბობ ეს უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალები ადგილობრივმა შეიძლება ვერ მოგწეს მაგალითად შეიძლება მოვიწვიოთ პროფესორი იყოს ადამიანი რომელსაც რაღაც კვლევებია ჩატარებული და მიგვანიშნოს რაღაცებზე დაგვაკეთებინა შეიძლება საბანკო სპეციალისტი მოვიწვიოთ რომ კარგად გამოწყობდეს კარგი სტარტაპი მიმაცემიოს აი მაგალითად კარგი მაგალითი ემას ემსახურება იქ თუმცა უნდირება არა გადაეხდება ბოდიში მათ გადაეხდება ხელფასი სახელმწიფოს გადაეხდება ხელფასი რომ ყავს 8 სამსახური შეერთების მუნიციპალიტეტს და ყველა 9 სამსახური ერთ-ერთი იქნება ეს რომელიც ამ საბჭოს იქნება მიბული ეს დაეხმარება ჩვეულებრივ ადამიანებს რომ ამ როდესაც მაგალითად დაიწყეს მუშაობა არანაირად მოხდეს სხვადასხვა რამე შემთხვევაში არ მიხსენებია თუნდაც ვიშა ხო აქვს ისეთი შეიძლება შუში წარმოება აი ასკასე ნაკლები არის მაგრამ ყველაზე ეგ არ მოხდება არის მაგალითად რომ ეხლა ისე ვამბობ უბრალოდ მაგალითად წარმოა მაგრამ ნახე რას ვამბობ ჩვენ თუ ერთად იმუშავებთ ყველა და პოლიტიკას ყველა გადავდეთ და იმუშავებთ ლიტერატურულად ვიგებთ შედეგს ამიტომ ზედმეტია რაღაცების ყოფნა საუბარი ერთადერთი უნდა ვიცოდეთ პირველად ხალხა დაიწყოს მუშაობა არანო ამ სახით იქნება სამსახური სხვა სახით იქნება უნდა არსებობდეს გასაგებია მე გადაწყვეტილება არა გავიო არის მოკლევადიანი საჭიროებები რაც რაზეც შევთანხმდით ყველა და რაც არის ძელვადიანი ჩვენი ხედვა ეს როგორ იქნება და ფონდთან დაკავშირებით დავასრულებ ფონდი იქნება ჭიათურაში და ეს იქნება ჭიათურაში მიმოქცევა იქნება ამ ფონდში უკვე კერძო კომპანიასთან სალაპარაკო ფონდი იმანმა გადაიხადა კარგი ეს არის ძელვადიანია და მაგ გავატარო იგივე ტრანსპორტის საკითხი იგივე დაზარალებული მოსახლეობა და ეკოლოგია მე მგონი ამაზე არ ვჭირდება ბევრი მჯერობა რომ მისახები აუცილებელი მაგრამ ერთი კონკრეტული რაც არის დღევანდელი რეალობა და მოთხოვნა არის რომ თავრობის წარმომადგენლებს ვისაც შეუძლია ეს საკითხი ჩვენთან ერთად თუნდაც სამმხრივ კომისიაში არ გვაქვს პრობლემა თუნდაც იყოს პეტრიაშვილის პროფკავშირი მაგრამ ჩვენი წარმომადგენლობა იყოს რადგან ჩვენ სიტყვას ის არ იტყვის საბოლოო ჯამში არის აღაროელების ჩაფლობის უნდა მოხდეს ამ პრობლემის და დიახ იმიტომ რომ პალისევე გავიფიცეთ ისევე პრობლემაში არავის არ თუნდაც იმის ილუზია რომელიც პოლიტიკოსი გადაწყვიტავს ამას ამ საზოგადო მოყვარს აღაროელების ჩაფლობის უნდა დაიწყოს ამას აღაროელებს აღარ შეგადურა ამას გასულიყო მამახლავა ხალხი იმს ჩამოვა მე კი არ შეიძლება მე შეიძლება ვესწრებოდე თქვენთან აღაროელებს უნდა შეხვდეს და მათ უნდა გაიაროს ყველაფერი იმიტომ იმათ უნდა მიაწოდოს ზუსტად მე შეიძლება რაღაცა ვიცი ზედაპირულად პოლიტიკოს ვიღაც არის ყველასა თავისი დეკანტილური ანგარიშები ამაში და სხვანაირად ეთქვა ხია სულთა ხალხმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი ამიტომ ის ხალხი ჩამოვა აქ ორი ეტაპია მაგის გარანტიას აქ შეხვედრები იქნება და საბოლოო ჯამში ამას დაუწევს მაგარული ძე ბატონო აქ ორი ეტაპია პირველი ის რომ სამმხრივ კომისიაში იმუშების ჯერობს ახლა და მეორე ეტაპია უკვე გამოგზავნოს კომისიას შემდეგ ვინც შეისწავლის რენტაბელობა არარენტაბელობას აი ეს არის რა და ეს მოხდება უკვე ერთი თვის განმავლობაში და სამმხრივ კომისია უკვე ჯერობს და ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს პეტრიაშვილის მიწოდებული ინფორმაციით რაც არ იქნება არ იქნება მოუშუალდობ გამხარსო იმ კომისიაში დაემატა ჩემი აზრით მეგობრებო კიდევ აღაროელები უნდა შეჩარგოს არა არ ვენდობი უშუალდობ ბატონო არ არის საკამათოება ბიჭო ვიკამათოს ვიკე კამათება უბრალოდ ვინას შესაძლებლობა რა შესაძლებლობა რა არის და უნდა კი ბატონო შიმშილობის მიზეზიც ეგ არის ბატონო არა უკვე დაიწყეს და ეხლა სხვა არა ნახე არა საუცილებლოა იმისთვის
არავინ არ ფიქრობს იმას, რომ ვიღაცას რაღაცა წაართოს და გაუქმდეს. ვერავინ შიმშილობა არის უკვე ყველაზე ბოლოს. მე მოვუწოდე ბიჭებს, რომ არ ვიდე შიმშილობა, დავდგეთ ერთად ყველა და მივიყვანოთ საქმე ბოლოს. სენტიმეტრია, გახვეწები. შიმშილობა არ დაწყილა. აღარ არის ამ შიმშილობებში. გეტყვით არა, მაგას ვამბობ, რა საჭიროა ზედმეტი რაღაცა. დავდგეთ ერთად, ვინმეს ახარ თქვენ. ყველა ტრიბუნა აქ არის. ჩვენ აქ ვარ. ტრიბუნა გულისხმობს საკრებულოს ტერიტორიაზე. ყველა თუ ბიჭებს ამე უნდა ვინმეს აქ ვარ ყველა. უნდა დავაკონკრეტო რა არის შიმშილობის მიზეზი. ვიცი რომ არ არის ერთი. ანუ შიმშილობის მიზეზი არის ის ყურადღებობა, რაც 36 წლის განმავლობაში ჩვენ არ ვითხოვთ რომ სანამ მაღაროები არ დაიწყებს მუშაობა, სანამ ეს სამხედრო დაგვია მას სპეციალური მმართველობა. აი ამას კი არ ვითხოვთ ჩვენ ამ შიმშილობას. შიმშილით ვითხოვთ რომ კომისიაში მოგვახვედრონ, ჩავხსან კომისიაში იქ ვისაუბრო. ეს შეიძლება ჩვენ საერთოდ მცდარი ვართ აცემი დიალოგას, მაგრამ აი ქუჩაში არა და მოლაპარაკების მაგიდასთან გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი. აი არის ჩვენი შიმშილის მოთხოვნა. მოდი ასე გავიზეთ ხალხის წინაშე. მოდი დღესო ჩახვათ ახლა ბიჭების ავარაუდოდ იყურებენ ამასთან. შევწყვიტოთ ეს ყველაფერი, ვაცალოთ ცოტა ხანს ჩვენ. არ გვინდა რა ხორცე. სამწუხაროდ შიმშილი არ შეცდება თუ რაღაცა ისეთი არ იქნება რა. ჩემი ხონდა შევწყვიტოთ ახლა. ვაცალოთ ცოტა ხანს, რასაც ახლა ისუსაც შიმშილო. ვაცალოთ მაინც ადამიანმა უნდა შიმშილო და რაღაც ჯანმრთელობა დაიზიანო. რამდენი დროა საჭირო იმისათვის რომ თუნდაც სამხედრო კომისიაში, თუნდაც არა, ახლა ვაცალოთ სიტუაცია ნახოთ ადამიანი აგრესივშულსაც ჩვენ არ ვლაპარაკობ და კარგად მოხ, ხო? ასე არ გამოდის. ამიტომ ყველა ჩავერთო, ყველა თქვენ შეერთებით პოზიციურად განწყობილი ადამიანები, საზოგადოება შეერთებით. არ გვინდა რა ეს. დღეს რო დავიწყეთ, ეგ ძალიან სულია. 36 დღეს რო დავიწყეთ, ამაზე მსჯელობა. ჩვენ რაღაცას შევქა. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ვიდივართ, აღარ გვიდა უძველი რაღაცების გასა. მე მაგალითად რაღაცებს არ ვიცი. ხო და თუ არ ვიცი, არავის მიმართება ეს დაგვიანებულია და მაშინ დაწყებული წესი დავარეკე. რა, დაგვიანებული უფრო კარგად ვიცი, მაგრამ ნუ გავახსენებ. ხო გადავიდა, ხო მინდა გადავგარდავიჭე. დღეიდან რომ დავიწყოთ და 2 წუთის მერე იყოს რაღაც გადაწყვეტილება მინიმუმ იმაზე რომ კომისიაში ჩავდიდეთ და ჩვენი პრობლემები მთავრობ ხელისუფლებასთან მივიტანოთ, ეს იქნება ძალიან დაგვიანებული. ეს მინდა თუ ისე პატრონი ოსმენი ახლა მე და დეთახმები. იმენი არის შეიძლება მეორიანის მუშაობის დაწყება. მაგრამ დიამეტრი რომ განახდება, მალე განახდება მომხდარა, არ ვიცი ხე. ის ბაღაროები, რომელიც დღეს გაჩერებული არის, იქ მიმდინარეობდა ამერიკა გადამაგრებითი სამუშაოები. ეს იცით რა მდგომარეობა მაგალითში. არავინ აღარ მუშაობს უფლფასობაზე. მე ვიცი. იქ მდგომარეობაც არა. რაღაც გეიქნება ხალხო, უფლებას მაგარო შეცვლის. მე და წავიდეთ და კიდე რამოდენიმე კაცი წავიდეთ და დავინახავთ ის შედეგს, რაც ამაღაროების გაჩერება გამოიწვია. ან მაგაროების გაჩერება. ანუ აღარ ერთი საკითხა ჩავსვათ თუ ეს არ ვიცი მუშაობა შეიძლება ხვალ დაიწყოს. აღგეიქი სამუშაოები მაინც დავიწყოთ ცოტა დროულად და ავაკეთოთ რაღაცა. თქვენი დანიშნულია. ისიც აგრეულია. თუ დაგენდა რაც გვაქვს და ჯერისი არ გვაქვს. მოდიში ჯერისი არ გვაქვს ველი. ის ველი რომელიც დიდი ხარისხით გასამაჟა. შემდეგ ის ველი რომელიც დაინგრა და ის მოყვარგინე 10 წელი თუ იმუშაოს, იმუშავებს 3 წელი. დაკონკრეტება შეიძლება ერთი რაღაცის თუ შეიძლება. ანუ გასგულისხმობთ ამაში შუქრუთის და კოროფნანების ველის განშვებას გულისხმობთ თუ ყველა თუ იქნება იმის განშვებას, ისიც გამოუშვა, თუ არ იქნება რა. რას გვაქვს ჩვენ ის გამისა. მაგასთან დაკავშირებით მოგაწოდებთ ინფორმაციას, რომ თუ სამხედრო კომისიაში გადაწყვეტილება არ ის ხალხი ითხოვს იმას, რომ მთავრობის კომპეტენტურმა პირმა ვითხრას, რომ ამ დროში დაიწერება თქვენი პრობლემის მოგვარება შეიძლება ყველაზე დიდი ფერსემატია. როდესაც ბატონო გელა მოფსო 70% იქვა გადატანის სამუშაოების და შუქრუთის ზეგანზია საუბარი ბატონო გელა. შუქრუთის ზეგანზია საუბარი, რომელსაც კომპანია აცხადებს 70% ჩვენი რესურსების მოქცეული ამ ტერიტორიაზე. ერთი საკითხი აუცილებლად უნდა იყოს
თუ მუშაობა კი ბატონო. გადაიწია კი ბატონო. ის აგრეგატის სამუშაოები მაინც კი ბატონო. კი, მე გეთანხმები, უბრალოდ მე ვერ ვიტყვი. მე ვერ ვიტყვი შუქურთის მოსახლეობის მაგილად, მაგრამ შუქურთის მოსახლეობა რაღაც გარანტიები თავიდან არ მიიღო. ხოროფნას და მას შუქურთის მაღაროს ვერ გავუწევ. არ გეუბნები. დანარჩენზე არის ჯერობის საგანი შეიძლება გავდოთ თანაც. ჩვენც მიგვაჩნია რომ უნდა მოვაწესრიგოთ მაღაროები, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩვენი გადამრჩენელი ჭიათურის პირდაპირ ყოფილა ეს საწარმო, ეს მაღაროები მე ვიცოდი. ავიღალეთ, მაგრამ მოусმინო ძალიან ხუთი და აი ეს მიზეზონია. მაგაზე შეიძლება დიალოგის რეჟიმის მოგვარება, მაგრამ სამთვი კომისიაში მთავრობასთან ერთად ჩართულობა საუბარი არის უმთავრესი. ეს არის გავარკვიოთ რა, იმიტომ ყველაფერს ვარკვევთ თავიდან, მაგრამ რატო წასული პროფკავშირებთან ურთიერთობაზე, რატო ამდაძაბა ეს სიტუაცია? დაძაბა 2023 წელმა, 2023 წლის გაფიცვის შემდეგ მიღწეული შეთანხმების არ შესრულებებმა, შემდეგ იმან რომ თქვენ პროფკავშირებს აშავებთ და ასე შემდეგ, მოყოლებული უკვე 2024 წლის 1 ნოემბერს გაჩნდა ისეთი რა ქვია წესი, რაც არ იყო ხალხისთვის ცნობილი, მოულოდნელად და ასე შემდეგ, არ აწარმოა შესაბამისი არც გამოძიება და არც სამართლებრივი მოთხოვნები კომპანიის წინააღმდეგ. მუშა პროცესის 1 მარტიდან 28 თებერვალს ოფიციალურად კომპანია მიმართა წერილობის პროფკავშირების დარგს, მძიმე და სამთო და ქიმიური მეწვეულობის დარგს, მიმართა რომ მე გავდივარ ჭიათურიდან CMC ჯგუფმა მიმართა და დაგვემშვიდობა პროფკავშირებმა არ გააკეთა ამაზე ოფიციალური განცხადება 7 მარტს ვიდრე კომპანიამ ოფიციალურად არ დადოს მაშინ სოციალურ ქსელში მანამდე ვერ გაიგო მოსახლეობამ და დაზარალებულმა მაღაროელებმა 28 თებერვლიდან აწარმოა ხშირი ადამიანები გამოვიდა. მოდი დავასრულე. ეს დავამატებ ეს შემდეგ. დავიწყეთ საპროტესტო გამოსვლები, მივედით პროფკავშირებთან და ვთხოვეთ რომ ჭირდება თქვენი გვერდის დომა დაიწყო უმართავი პროცესები უკვე და რაღაცის ჩარჩოებში დოკუმენტი მოგვეცით ჩვენი კოლექტიური შეთანხმების კომპანიასთან წესდება და ასე შემდეგ. ჩვენ არანაირი მხარდაჭერა ვერ ვიგზავნით მისგან, ვიდრე პროექტებზო იურისტმა არ მოგვაქცია ყურადღება და არ დავიძახეთ, როდესაც იურისტმა დაიწყო საქმის პროცესის საბუთების მოძიება პროფკავშირებიდან და უფლება ჰქონდა ამის. ამის შემდეგ გახდა იძულებული ირაკლი პეტრიაშვილი რომ ეჩივლა CMC ჯგუფისთვის რომ ისა არ შეეტანა სარჩელი და ასე შემდეგ. სარჩელი რომელიც დახარვეს და გარკვეული მიზეზების გამო CMC ჯგუფის მიიწერა თავის იმაზე რა ქვია თავის ანგარიშზე რომ აი მე შევძელი ეს და ასე შემდეგ და მიგვაჩნია კიდევ ბევრი მიზეზები არსებობს ამის დაამატე და მე ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზეზი გახლავთ ჩვენ პატივცემულებო ვიყავით დასაქმებული კომპანია ჯორჯიან მანგანეში. აი გაჩერებამდე რამოდენიმე თვითადრე არარსებულ რაღაცა აი მენეჯმენტურ კომპანიაში გაგვაწევიანეს 3600 ადამიანი, რომელმაც თქვა რომ მე ვკოტრდები, ამ ბოლოს გამოაცხადა რომ მე ვკოტრდები. ანუ ეს იყო დიდი შეცდომა ამ ხელა ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანებული ხალხის რაღაცა შეფესეში გადაყვანა. ფაქტობრივად ამ ყველაფერმა მიცა ის დანარჩენი უფლებები და ის მოგვიტანა ის მოცემულობა, რა მოცემულობაში და დღეს ვარ. ჩვენ რომ ჯორჯიან მანგანეის მასში ყოფილიყავით, სასამართლო დავები დღეს უნდა იყოს ჯორჯიან მანგანეის წინააღმდეგ. პასუხისმგებლობა ეს ქონებრივი ანაზღაურება იქნებოდა თუ რათაც მოახერხებდა ამ ხელფასების დარწმუნებას, მოახერხებდა ჯორჯიან მანგანეის და რაღაც CMC Groups, რომელიც არის მენეჯმენტური კომპანია და არანაირად არ გააჩნია უფლება იმის, რომ ვინმე ანუ არ უნდა გააჩნდეს ამის უფლება მორალურად, რომ არც სამართლებრივად, რომ ვინმე სადმე დაითხოვს, იმიტომ რომ მენეჯმენტური კომპანია, რომელმაც განაცხადა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი ჭიათურაში მანგანუმის რენტაბელურობაზე. და ჩემებური ამის დავას არ მიშნით. არა, დავაზი არ არის აქ საუბარი. ამ ეს ყველაფერი რომ ხედველობიდან გამორჩა და ყურადღება არ მიაქცეს, რომ ამ ხელა კონტინგენტის გადაყვანა მოხდა რაღაცა უბრალოდ შეფასეში. ამაზეა საუბარი. ბოდიში დავასრულე ბარე. ზუსტად მაგას ვამბობ, ზუსტად მაგას ვამბობ. 100%. დავასრულე პროფკავშირების რატო არის უნდა ვიდრე რატო არ ვამბობ ამას ვინ მიიღო გადაწყვეტილება შეფასებაში დავასრულე რა უკაცრავ ერთი თქვენ მაგის სიტუაციაში ანუ ვიდრე ჩვენ არ ვიბრძოლეთ 2023 წელს 8 წელიწადი მაღაროებს შეუძლება აქვს შეგვიძლებით არ მასარგებლო ვახტები რა ქვია მას უქმედრეების ანაზღაურება აქვს
ანუ რა მიგვანიშნებს იმაზე რომ ყავს იურისტები, ყველანაირი სტრუქტურა აქვს, ძალაუფლება აქვს, მაგრამ უბრალოდ არ აკეთებს, იმიტომ რომ კომპანიას ასწავლებს და კომპანიასთან რაღაც ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეს და დღევანდელი ბრძოლაც ვითომ კომპანიების წინააღმდეგ და დამსაქმებელთან და ამ შემდეგ იქნება ფარსი და ჩვენ 2-3 თვეში ისევ მოგვიწევს გარეთ ქუჩაში გამოშვება თუ არ მოხდებით სამთო კომისიაში დაიშვეს მუშაობა დაიწყება 3 თვეში 1 თვეში 1 წელიწადში ჩვენ არ ვამბობთ პრობლემები ყველა შევთავაზეთ მაგისტრის დავდოთ მაგაროლის ფაქტორს მისავლიანას მომხდარ კომპანიას უგლებებიც უნდა იყოს გაცვლილი. ყველაფერი უნდა იყოს ერთმანეთთან სინდეში, რომ ყოველ აი წარმოიდგინეთ, ყოველ წელიწადს ვარ ლამის ხალისება გობატები. მე მივდივარ იმისკენ, რომ ჩერდება ქალაქში პრობლემები იქნება, ყველა სოფიო ჩვენაგან პრობლემები. ხო, ამიტომ ნახეთ, გადაწყვეტილების მიღებაში უნდა იყოს ყველა ერთიანი და ძლიერი. მივიღეთ ამ გადაწყვეტილებას პირველი უნდა დაიწყოს სამუშაო პროცესი. მეორე უნდა აღდგეს ყველა ის გაჩერებული მაღაროები. მესამე უფლებები ამ პირველი დამტვერვა დავიწყებდეთ, უნდა იყოს დაცული მაღაროებიც და უნდა ზრდოს ადამიანი რომელიც სამსახურში იდის სწორად და იქიდან თავის შვილებს და ოჯახს დაუბრუნდება არათუ დაზარალებული დაუბრუნდება ჯანსაღმდა და აიდებს თავის შესაძლებლობას. ეს არის ამის თავარი ამოცანა. დანარჩენი ზელოდიანი რასხების საუბრე, ანუ სავატრო და ისაუბრა, ანუ დაილო მისაუბრა ბატონმა და უნდა ეჩეთ პროფესიები. მაგას ვუწევდნია, თემები, არის უკვე მაღაროელების პროფესიები, რომელიც მაგ უნდა მეთქვა ზუსტად, ნახეთ, ჩვენ გვინდა შევქმნათ დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც არ იქნება ორიენტირებული იმისთვის, რომ გაანადგუროს კომპანია. იმიტომ რომ ვიცით, რომ ჩვენ ერთად უნდა ვისულმუნოთ. და ამიტომ გვინდა დამოუკიდებელი პროფკავშირები, ვიდრე ეს პრობლემა გადაიქცევა ჯოჯოხეთთან, მანამდე მიუთითოთ. და კიდევ რა არის? ამავდროულად რა მინდა კიდევ რომ ვთქვა. ესევე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ აიბით, რაც უნდა მოემსახუროს დასაქმებულების განათლების დონის ამაღლებას. ანუ არის კომპანიაში ასეთი სიტუაცია, რომ დაუშვათ დასაქმებული შეიძლება აგვიანებს, არ გვევს. დასაქმებული რომელზეც ეუნება უფროსი რო ეუნება გინათორე ეს უნდა გააკეთო უფროსი არ გვევს. ანუ ადამიანმა რომელიც მუშაობს ეწოდინება თავისი უფლებები და მოვალეობები, იმან ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს და ეს იქნება კომპანიისთვისაც სასარგებლო და ეს იქნება დასაქმებულისთვისაც სასარგებლო. ამიტომ თურმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვინმე ეს არის მაღაროელები სასარგებლო. ჩვენ ახლა პროფკავშირებზე სადავთ არ შევკრებთ. არა, არც იქნება. კითხვა იყო დასმული პროფკავშირების მუდმივობაზე და ამიტომ ამოვწურეთ რა. კარგი. ანუ ჩემის ბელესია. გამარჯობა პირველი. მოდი შეგემის თუ დაიღალეთ იმას რომ გამომაცხადა. არა, გავიდეთ პროცესი ვარ 25 ესე გადავიდეთ. ისმენდის ყველას რა ანუ კიდევ ერთხელ დავსვი იმაში რომ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი პრობლემები დაკავშირებულია მოდის ერთი კომპანიისგან. ეს კომპანია არის ჯორჯიან მარგანეცი, რომელმაც დღესაც ეს სიტუაცია დააყენა. ყველა განვიხილავს სამუშაო ხარჯებას რაღაცას, მაგრამ არ განვიხილავთ ამ კომპანიას დავაკისოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ამ ქალაქს დაუყენა. რომელიც ძლებია უკვე 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 5 წელი, ერთი და იგივე წრეზე დავდივარ, ქალაქი კიდევ უფრო უკიდურეს მდგომარეობაში ვარდება და კიდევ იმ კომპანიას შავსვათ ახალი მმართველი. მე ვფიქრობ, რომ ამ კომპანიამ ჯერ GM ყოფილა მხოლოდ და SHB-ები არ ყოფილა, მაშინაც პრობლემა იყო. ეხლა ისე თუ ამათ გავაუქმებთ და ის დარჩება, ისევ იგივე პრობლემა დადგება, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ეს მოცემულობა. ანუ საკითხის იქეთ წაყვანა, რომ მოდი ამ კომპანიას ველაპარაკოთ. ამ კომპანიას თან ბევრი განცხადებები აქვს მოსმენილი, რომ თურმე ეს ყოფილა, ანუ ეს ადამიანები რომ იშრომობენ, სოციალური ის ყოფილა დახმარება, ქალაქის ეს რა. და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორია. სოციალური დახმარება კი არ არის, პირიქით ეს ადამიანები ძალიან ბევრ შრომობენ და მისეული ანაზღაურება ეკუთვნიან. კომპანია ამენით არ უნდა ელაპარაკებოდეს ამ ქალაქის წარმომადგენლებს, იწმენდეს შრომელ ადამიანებს. მეორე საკითხი, რაც მინდოდა მეთქვა, ანუ სამხრივი კომისია, როდესაც არის შექმნილი, 3 სამინისტროა ჩართული ამ ყველაფერში. 3 სამინისტრო, როდესაც არის ჩართული პროფკავშირებთან ერთად, ხუთმოგლეჯილე და აპოზიცია გადავგავიმეო. სამხრივ ანუ მე ვსაუბრობ იმას, რომ ეს თანხა, როდესაც 3 სამინისტრო წარმომადგენელი ძის და 4 წლის განმავლობაში ადამიანებს თანხა არაუღია, 3 სამინისტრო მინიმუმ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ თუ კი ამ ფინანსურ დახმარებას კი არა თავის კუთხით თანხას აძლევს,
ამაზე მაინც ანუ ჩვენ გვინდა და ამას მივცემთ ეს რო არ იყოს ზუსტად ამიტომ ვითხოვენ ეს ადამიანები რომ იქ უნდა დასდნენ და ზუსტად იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება რომ აი ესე გიგუნდა შედეგი გვინდა როზე ჩაერთო პირველი დღიდან საუბრობთ ამ ყველა ხო და ამიტომ პირველი დღიდან რომ საუბრობ აი ეტაპობრივად ნელა იმათმა საუბრის შედეგმა მოხდა ის რომ დღეს 60%-ზე მადლობელი უნდა იყოს ვინმე ეს არასწორია ან თვითონ გამარაგებელს მადლობა არავის არ უწევს რომ მადლობა ხო მაგრამ შედეგი არ მოიტანა ამ სამწუხაროდ საუბარმა ანუ გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. როდესაც ხვალიდან დაველოდოთ ხელშესახებ შედეგებს. ჩვენ ველოდებით პირველივე დღიდან არ გვერდებით ხელმანდელზე კარგად ვიცოდოთ პირველივე დღიდან შედეგი ვერ დადგება პროცესმა არ დაიწყო მუშაობა. შედეგი იქნებოდა ის თუ ერთი კომპეტენტური ადამიანი მოვიდოდა და მოვიდოდა და საუბარი დაწყებულია ჩემ მეგობარ რომ მაგით საუბარი არის დაწყებული ისეთი ფორმით რომელი ფორმითაც ეს პრობლემა კი არ მოგვარდება უფრო და უფრო გარკვეულდება. შიმშილით ამან მოიტანა, იმიტომ რომ დამცინავად ამის ადამიანებმა 35 დღე ნახევარის ქვეყანა მოვიარა. რომ ხვა მაღლა მიგვეტანა როგორ გამოვიარეთ ვერ გავიგებთ. ხო პროტესტი მოვიარეთ რომ ხვა მიგვეწყვინა თუ ვინმე ვერ გაიგო რომ პირველივე დღიდან ამბობენ რომ ჩვენ ვიცით ეს პრობლემები დავждეთ და ერთად ვილაპარაკეთ. ანუ ამ სამხრივმა კომისიამ შედეგი ვერ მოიტანა. ვერ მოიტანა ის გულისხმობს რომ 60% რავი აქ ჩვენ რო საუბრობთ მეტი შინაარსი გამოვიდა და მეტი რაღაც ხედვები დავინახეთ. ამდენი ხანი ისაუბრეს ადამიანებმა 60 თვის ხელ 60%-ია ერთი თვის საკმარისგან ვერ მუშაობს ეს ზუსტად ეს არის. მინდა ვაფიქსირო საკმარისია მაგაზე არ საკმარისი არის მუშაობა არ არის საკმარისი მაგას ვამბობთ. და თქვენ რა ის რა მოყოლა მაგას ხوارდაზე მაკობისის მუშაობა შედეგი. მეგობრებო ეს თქვენი ნახშენი. ამიტომ წინასე რატო ლაპარაკობთ? ან რაც დადგა იმას ვამბობ ეს არ არის საკმარისი და მაგიტომ ჭირდება ამ ადამიანის ჩართულობა და ჩვენი თავარი ამოცანა რაც არის ამ ქალაქში დაიწყებს ფუნქციონირებას კომპანია ეს არის ჩვენი თავარი ამოცანა. ამაზე უნდა რომელი კომპანიას ამთან იგივე კომპანია უნდა გააჩნდეს რომელიც მე არაფერს არ ვამბობ. არა ანუ ჩემი პოზიცია კომპანია დაიწყებს და დაიწყებს ქალაქში მუშაობს და მუშაობს სამსახურებში. ჩვენიც ეს არის სახელთან არ გვაქვს პრობლემა ჩვენ. მე არ მიქვია კონკრეტულად ის თუ ეს და მე ვიტყვი. ხვალ რა იქნება მე არ ვიცი. მაგრამ შეთანხმები კომისიური მუშაობი უნდა დადიშეთ. ადრესემოლოგები ბოდიში ერთ ვიტყვი რა ანუ ბოდიში თენგო ჩაგეჭრები ნახეთ რა ხდება პათოსი ამ საუბრის არის ის რომ ჩვენ ანუ უნდა ვიყოთ იმ სამხრივ კომისიაში და ჩვენი რაღაცა მითითებები ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩვენი გამოცდილება ნახე საუბრობს ანუ საუბრობენ დავასრულებ ბოდიში მე იგივეა ნახე დავასრულებ საუბრობს მინისტრის თავის საქმეში კომპეტენტური საუბრობს კიდე წარმომადგენლები თავის საქმეში მაგრამ კონკრეტულად მაღაროში რა ხდება რა პრობლემებია რა პროცედურები ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში დეტალ აი ყველა ნაბიჯ უყურებდით ამ ყველაფერს რა ხდებოდა როგორ ხდებოდა გემახსოვრებათ ალბათ აუდიტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაშინ რო ვითხოვდი კონკრეტულად ჯორჯიან მანგანეს ანუ არის ეს ხალხი და ვართ ეს ხალხი კომპეტენტური ზუსტი მითითება მივცეთ და ზუსტად ბევრი პრობლემის ძიების ბევრი დრო არ დაიკარგოს ამ პრობლემის ძიებაში კონკრეტულად ვეთქვი რომ აი პრობლემა ანუ მოდიში ჩემო აკრებულია საკრებულოს წინაშე უკვე გაცდაგენებულია საკითხი იმსჯელებს ყველა გუნდი ერთად გუნდი არის საკრებულო და ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ ყველა ერთად ბოდიში თენგო გაგცენა ანუ კომპანიის საქმიანობა არის ნიშნის ქვეშ დასაყენებელი რადგან ყველაფერი დღევანდელი სექტორის მიზეზიც არის ეს რაღაცნაირი კომპანია რომელიც ყოველ წელს გვიქმნის პრობლემასთან ყველას უსვენდი მაგრამ ეგეთნაირად საკითხს არავინ არ აპირებს ჯორჯიან მანგანეს მაპატიეს რა ჩაწერილი არა ჯორჯიან მანგანელის თანამშრომელი თო კაპუტრის ბარტელის მონდილეს შევავი და დირექტორის მონდილე ვიყავი სოციალურ საკითხებში რა ჯორჯიან მანგანესია ლაპარაკი პრობლემები წარმოიქმნა რა CMC შემოვიდა იმაში ვერ გავიგე ეს იგი რა მაგაც CMC თავისი შემოვიდა ვატიცემულო მის შემოიყვანა ის შემოიყვანა ხო ვერ იპასუხე ჩაერთებოგა მაშინ ასევე რამეზე მიპასუხე შეიძლება თქვენი მეგობარია სახეს დაგვართ არ ვასახელებ სპეციალურად 2012 წელს გამოდი სიტიკზე და იდახეს გაზადდეს კაკო გუნდიზე და საერთოდ არავინ ვერ ხელმათ ვინ დაარიგა ასეთი რამე შეიძლება ნორმალურ ადამიანს თქვა ეპირომული ვინ დაარიგა ერავინ სიამოვნებაა
არა, ვინ შემოიყვანა? GM-ი არის ყველაფრის თავი, რომისთანაც დადგა მე მუშაობდი დასაქმებული ვარ და იმაზე წინათ მუშაობდი, სანამ გაიხიდებოდა 2006 წელს. დამწყების განმავლობაში ვინ არის ამ გარემო ყველაფრის სიტუაცია? ლიცენზიანტი არის კომპანია ჯორჯიან მანგანეზი, და კიდევ მეორე საიდან მოვიდა მენეჯერი კომპანია არავინ არის. მე არ ვამბობ საიდან მოვიდა. ვაი მაგას აკეთებდა მისი საფრანგეთობა დასაყრებია. ახლა ისე ლაპარაკობ, თვითონ ჯორჯიან მანგანეზი ჩამოწერილი და გავასაგებია. ასე ნუ ლაპარაკობ პრეგინატორი. არა, რატო ნუ ლაპარაკობთ? არ გვაქვს ჩვენი აზრის უფლება? ჩვენ ვიტყვით რაღაცას, არგუმენტები უნდა გქონდეს. ვეღნობი რეალობას. რეალობას ვეღნობი. CMC შემოვიდა 1 წლის წინ, იმის წინ არ იყო პრობლემები ჭიათურაში? მანამდე არ იყო იმხელა ჯარი. კაი, პატივცემული, მე გეტყვით. თუ ჯორჯ ონგინატი, რომელიც იყო წარმატებული, დაიშალა. 7 შეპესენ დაიშალა. ახლა არ გიხოთ ვინ დაშალა. მე არ ვიცი ვინ დაშალა. გეკითხებით. პატივცემულო. ჩვენ არ ვიცი და. თუ ჯორჯიან ერთი წამი რა. მე ერთი კითხვა მაქვს. თუ ერთი წამით გიპასუხეთ. პატივცემულო. თუ ჯორჯიან მანგა ერთი წამით. მეგობრებო. ნახე პატივცემულო. თუ ერთი წამი ბოდიში კომპანიის სამეცნიერო გეზის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის პრეზიდენტმა ნული გადასახადი გამოაცხადა ფეროშეადნოებზე. ეს რას ნიშნავს, იცი? ყველაზე მომგებიანი ეს ფეროშეადნოების რეალიზაცია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. 0%. ბატონმა ტრამპმა გამოაცხადა ეს. მაგალითად ყველაფერი გინდა მე რომ გაიყო. აი ნახე ბრო ეს უნდა არ შემიძლია ბოდიში ქალბატონო ნახეთ ჩვენ ახლა ამ საუბრით სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაყენებთ ერთ ქვეშ თუ სასამართლომ გამოუტანა ჯორჯიან მანგანეს თუ კეთლის ინდუსტრიული კომპანია იყო და ოპერირებაც კანონის ფარგლებში ჰქონდა რატომ დააკისრა 9 მილიონ ლარამდე ჯარიმა მაშინ არ გვინდა ეს საუბარი ეს გავდივართ უკვე ჩვენ ამ ათოსიდან გავდივართ რაზეც აკამოვედით ჩვენ რა გვინდა საქმის გადაწყვეტილება საიდანაც მოდის ან მაშინ ფოტოდაც ვაქვს და ეს მე სამუშაო მოკლედ მოდი რა გავაგზავნო საიკეთ რა ჩვენი სამოქმედებები რა გოგა ძალიან ხუდა იყარებს ეს გავიზარდე რა ლამაზი მოსწინეს მას ის შევიკრიბეთ მაშინ რა არის ძალიან ხუდა იყარებს ეს მოხმარებაში ხოდა დავანდავე აკანო გიორგი მარო გინდამდე ძალიან უხერ ხუზი ადამი რა მოუსმინო რა ის ნარა ჩვენ თქმა იქნება უნდა ვაყენოთ ეს არის რომელსაც პასუხს გაგცით პროფესორ ჩაბაზონის პროფესორება და ეს მოგესალმებით. აღნიშნავ თავშივე რომ არა ვარ მე მაგაროები. ძალიან თუ შვიდან და მიყარგი რა. საბუთი ვარა. თავშივე ვით ყველას გასაგონა თუ მე მაგაროები არ ვარ და ვარ იგივე ჭიათურე. არ დაბადებული დაზრდილი და ცხოვრობ დღეს თბილისში. ეს პროცესებიც ახავარ და რა ვიცი ჩემი ცხოვრების ნახევარზე მე ჭიათურაში ვარ. ნებისმიერ შეგულებას შესასწაულს და რა ვიცი ჭირიატულ ხინია და რა ვიცი ცოტა არ მომწონს და ჭირიც კი სიყავს მოდივარ ხოლმე რომ აქ მიწევს ჩამოსულა ზოგადად მინდა რომ როგორც ჭიათურებმა პატრიოტმა ქართველმა და შეყვარებულმა თავის ქალაქს ვისაუბრო ამ გადმოსახედით და გაიჟღერა აქ ყველას აზემარო აქ ჩვენ ეხლა კონკრეტულად ჭიათურლები ვართ და ყველა უნდა ვიყოთ ამ მოცემულობაში. ამოვიდეთ ყველა ინტერესებიდან რაც პირადია და უწროა და უნდა იყოს აქ ერთი თემა და ერთი პრობლემა ქალაქი. რაიონი, რომელიც მართლა სადაც გამოსულ ვარ, სულ ასე ვამბობ. რომ ყველაზე ლამაზია საქართველოში.
ყველაზე უკეთესია საქართველოში. თავის ხალხი, თავის რელიეფი, თავის სიაღისეულით. არავის ნაკლები არ არის, თუ არა მეტი. არ ეკუთვნის ჭიათურას ისეთ მდგომარეობა, მით უმეტეს რაც დღეს უძრავს. აქ იყო კონკრეტულად საკითხი დასმული, რომ რა გვესახება მოკლევადიან პერსპექტივაში და რა არის გრძელვადიან პერსპექტივაში. მოდი კონკრეტულად ეხა საქმეზე ვისაუბრებ და მე ჩემ განწყობებს გეტყვი. მოკლევადიანი პერსპექტივა პირველ რიგში ადამიანურ სულიერ მდგომარეობიდან რომ დავიწყოთ და შემდეგ პრობლემის მოგვარებაზე, პირველ რიგში აქ არის მთავარი, რომ სახელმწიფომ გამოიჩინოს უმაღლესმა ხელისუფალმა, უმაღლესმა პიროვნებებმა და არა მოადგილის მოადგილეებმა გამოიჩინონ კეთილი ნება და თუნდაც ის ძლიერი მუშტი დაარტყან მაგიდაზე და ესეთი განაცხადი თქვან, რომ მე ჩემი მოსახლეობა ყველაზე მაგლა მიყენია, არ მაინტერესებს არავინ ბიზნესი, არ მაინტერესებს არავის მაფიოზური ჩართულობები, არ მაინტერესებს ვიღაც რაღაცების კლანური მმართველობები და ვის რა იქ თავისი პირადი ინტერესები აქვს, აქ დგას საკითხი ხალხზე, მასშტაბურად ხალხზე. იმიტომ რომ ეს არ არის რომელიმე ერთი ქარხნის დასაქმებული მუშა მოსახლეობა. აქ არავის არ ჩამოუტანია მანქანა და ნადგარები, არ დაუწყიათ ტელეფონების გამოშვება. მიწას ამუშავებენ ჩვენს მიწას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და პირველ რიგში ეკუთვნის ჭიათურებს, რომელი მიწიდან ავადდებიან ჭიათურები, ზარალდებიან ჭიათურები. განამარტო ის სოფლები, სადაც ცხოვრობენ. მთლიანად ქალაქი, ყველა მოსახლე. ჩემი სოფელი არის საყურწეში. იქ არ ჩამოდის შეიძლება მარგანეცის მტვერი, მაგრამ რო ჩამოდის ქალაქში ის მოსახლეობა, ისიც ავადდება. ვიღაც აქ ცხოვრობს, სწავლობს და ასე შემდეგ. ამიტომ პირველ რიგში თავარი გამოსავალი არის, რომ უმაღლესმა ხელისუფალმა გამოიჩინოს ის ნება, რომ ხალხს დაანახოსო, მე ვარ თქვენს მხარეს. არ მაინტერესებს არც ერთი კომპანია, არც ერთი ინვესტორი, ჩემთვის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს თუნდაც ერთი ადამიანი და მით უმეტეს აქ უკვე საკითხი დგას მთელი ქალაქის. ამ ქალაქში ძალიან ბევრი მოსახლეობა არის, არ არის დაცლილი როგორც სხვა რაიონებივით შედარებით. მით უმეტეს რომ აქ პირველივე დღიდან ბოლო დღემდე არავის არ გაუკეთებია განაცხადი ხელისუფლების საწინააღმდეგო, არ გაუკეთებიათ პოლიტიკური განცხადებები, არ დაუმტვრევიათ და არ დაუწყეთ რადიკალური ქმედებები. აქედან გამომდინარე, როცა ხედავს ამხელა დაჩაგრული სიტუაცია ადამიანების, რომ გამოდის უმაღლესი ხელისუფალი და ამბობს და აჟღერებს კომპანიის სასიკეთო ენიცაუბრობს და იგივეს იმეორებს, რაც რუპორტ ტელევიზიებში ვრცელდება, ეს პირველ რიგში მოსახლეობისთვის არის ძალიან დიდი გამამცირებელი მდგომარეობა და უიმედობას ესაა. ეხლა რომ გამოვა ხელისუფალი და იტყვის, რომ პირიქით იცოდეთ, რომ ყველაფერი გადაწყდება ხალხის სასიკეთოდ. ახლა რომ გარეთ ქართულ შიერი დგას, ეს პირველ რიგში მათთვის იქნება შვება, მორალური შვება იქნება. იმიტომ რომ უიმედო ადამიანი არის ძალიან ცოტა. აქ არავინ არ არის არც იურიდიულად განათლებული, არც რაიმე პერსპექტივები. არის ვიღაცები წავიდნენ ამ დაუსაქმებლობაში თბილისში და რაღაცები გამოძებნეს, მაგრამ მასიურ ხალხია საუბარი. იმ 3600-დან შეიძლება 500-მა უშველა თავს, მაგრამ ვერავინ ვერ წავა აქედან და ვერ მიატოვებს ოჯახი. თბილისშიც არ ყრია ესე სამსახურები და უნდა გამოვიდეს უმაღლესი ხელისუფალი, მის სიტყვასაც წონა. აი, არ მინდა ძალიან ხალხი. მინდა გავყვე აზრობრივად და ვიტყვი რა. არა, აბზივარ ჩვენ და ხელისუფლების არჩეულობა მე მგონი ვერავინ უნდა დაიგოს. გეტყვი. არა, ბოდიში. მე აბზივარ ხელისუფლების წარმომადგენლები. პირველი, ნახე, პოლიტიკაში არ ჩართულობა, ნახე, ბოდიში, მეგობრებო. არავინ არ არის ჩვენ სიტყვას ვამბობ. არა. მე ჩართულობას არ გულისხმობ. მე ჩართულობა არ მიხსენებია. ორი რაღაცა მინდა რომ პირველი არავინ არ პოლიტიკური განცხადებებით ბევრი გაკეთა და პოლიტიკოსის ბევრი მოცულა. მეორე ის რომ არაფერი დაგვიმტრებია, ვერავინ ვერ დაამბობს. დაამბობს და აგებს შესაბამისად პასუხს. არა უფლება აქვს დაამტვრია. უფლება რა აქვს მოსაკითხი. ნება. აგებს და პოლიტიკას ეს ყველა მიცოდე ძალიან ბატონო, აგრესავენ მას კომპანიამაც ბოდიში უნდა არავინ არ იცავს ბოდიში აქ არავის ეგონო თან კომპანიის ადვოკატები ჩვენ ეს ქალაქი უყვარს სხვაზე მეტად მე იმიტომ ვთქვი რომ რადიკალებს უწოდებენ ამ ყას და რადიკალები არ არიან. ყველა უწოდებს თავის თავს.
ადამიანები როდესაც პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ არის სახელმწიფოს. ეხლა რასაც ჩვენ ვამოწმოთ, სახელმწიფო არ არის ჩართული. როგორ არ არის ჩართული? ჩართულობა არ მიხსენებია. მეორე კიდე ჩვენ ბოდიშტაბი და დავასრულოთ. ინვესტორს მოახსენებთ ასე. იქ დაგალაჩი დება რაც შეიძლება ბევრი ინვესტორი. ინვესტორთა ჭური არ მოგიტანს და ინვესტორი ცუდია. ყველა არის ბიზნესმენი. ბიზნეს ყოველთვის შეეცდება რაღაცა რომ დააკეთოს თავის საკეთილოდ, მაგრამ მითო არსებობს ინსტიტუტები, მითო არსებობს ურთიერთობა, ეს არ უნდა გააკეთდეს და ამაში არ არის თუნდაც პროფკავშირები, თუნდაც სახელმწიფო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ ინვესტორს ამაზე შეთავაზ. ინვესტორი არის ყველა თითოეული ინვესტორი ამ ქალაქში მოსაფერები. ჩვენ ასეც ვსაუბრობ, ამ ქალაქს შავი ქალაქია, ვიღაცა არაკაცურ ფილმებს იგებს ამაზე. პირიქით ჩვენი ქალაქს უნდა გაუჩნდეთ პერსპექტივა, რომ სხვა ადამიანი შემოვიდეს აქ. ინვესტორი რაც შეიძლება ბევრი შემოვიდეს. ეს არის ამ საქმის არსი ხალხო. მარგანეცი არ იქნება სხვა რამე უნდა იყოს. ინვესტორს ჭირდება მოფერება. ნებისმიერი ქვეყანა გაუდარებული ქვეყანა ეფერება თავის ინვესტორს, მაგრამ ისეთი რაღაცა უნდა იკეთოს ინვესტორმა, რომ დაგიწვას იქაურო. ეს არის თავი, მაგრამ დაგინგრევს და ხალხი ამ მდგომარეობაში ჩაგიყენებს. მე მაგითი ვამბობ თქვენ. ყველა დანაშაულზე ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი. მაგრამ ის რომ ვიღაცამ ახლა ადგინოს ინვესტორს ვარ, ასე არ შეიძლება. უნდა მოვეკრო ერთმანეთს პირველში და შემოსული ინვესტიციებს და ინვესტორს უნდა მოვეკრო. და ამ ქალაქს არ უნდა დაუკარგოთ პერსპექტივა. იმის სახილიო, შავი ქალაქია, ოქროდა, დრების ქალაქია, ამას ვის გააკეთებს ძალიან ქალაქის მტერი, რომელიც პირველია. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა გავაკეთოთ ის, რომ მე რასაც ვაკეთებ პირადად. ყველგან ვცდილობ ჩემი ქალაქი გავიტანო და ვიყო ჩემი ქალაქის ელჩი. ზოგიერთები რას აკეთებენ, იცი? ნახავენ, დაბუჭებულ ადგილს გადაუღებენ. სუდან და ნახეთ შეეთურა შაცუდი რაღაცა. ის არის ქალაქის მტერი და მიტოა შესაბამისი რეაქცია მასზე საზოგადოება. ამიტომ ჩვენ გვიდა ერთობა ხალხი. გვიდა მეგობრობა. ნებისმიერ თემაში უნდა ვიყოთ ერთად. ინვესტორსაც უნდა მოვეკროთ, ერთმანეთსაც უნდა მოვეკროთ, საქმეს უნდა ვაკეთოთ. როგორც ცხოვრება, ყოველგვარ პოლიტიკის და განაჭარბების დღეში. მე ვიქნებს, ვარ ვიქნებ ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრება და ვაპირებ თავისუფლად და რაღაციანობა. ზოგიერთები ერთმერი გახდებიან და ერთმერებს გააკეთებენ და იყო ის ფილმები, რასაც იღებენ და უწევენ თავის ქალაქს სახელით. და ვის გაუწყდება სახელი თვითონ მოიმკანეს რო გამოაჩენს რაღაც რა თქმა ამ უნდა. ჩემი ემოციისათვის, მაგრამ ამ ქალაქს გავაკეთებ ყველაფერს ყველას გაუმარჯოთ თქვენი დაწყებული ბოლო ჭიათურელამდე ვინც ეგრე ფიქრობს და ეგრე აკეთებს. აუცილებლად. მე ბატონო გივი არ მიხსენებია ჩართულობა. ჩართულობა რომ მოხდა, მაგ ფორმასაც გააჩნია როგორ მოხდა და ზუსტად მაგიტო შიმშილობს ახლა ორი ადამიანი და იმის პრეტენზია აქვს რომ ჩართულობა რა ფორმით მოხდა. ჩვენ როცა თქვენთან პირველივე დღეს ამოვედი, იქ იყვნენ თქვენი მოადგილეები და იყო ვიწრო წრეში შეხვედრა და საუბრები. ესეთი გულიანი და ადამიანური საუბრები იყო და თქვენ გითხარით ესეთი რაღაცა. რაღაცა ფორმა ჩარჩო მივცეთ, გალაგებული, ლამაზი, ჩამოწერილი, რომ მე წავიღო და შევაწუხო უმაღლესი ხელისუფლებიდან რომელიმე წარმომადგენელი, რომ არ ჩამოვიდა. რაფორმაციებს, ნაციონალიზაცია და ყველაფერი თავრობამ წაართვა. ეს არ არის. ბატონო გივი, ერთი წუთი შეხვეწებ და აზრი გამიწყდება, ახლა მე არა ვარ არც პოლიტიკოსი, არც ორელი და ასევე უფასო დალაგებული არა, მაგრამ გზადა. ნახე რა სწავლობ. უფასო ავტობუსების მოხდა არც ეს არ არის. ბატონო გივი. ეს არის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტა, თუ შესაძლებლობა ბიუჯეტის მუნიციპალიტეტი უნდა გადაწყვეტოს. ასევე 5% საუბარი არ არის ეს წელს. მე გითხარით მაშინ ჩვენი თავარი ამოცანა უნდა იყოს პირველი. უპირობოდ უნდა დაიწყოს მუშაობა. მეორე, ყველა გაჩერებული მაგალითად უნდა დაიწყოს მუშაობა. მესამე, უნდა მოხდეს რეორგანიზაცია. ვინ გითხრათ? ბატონო, ვინ გითხრათ რომ თვენახევრის მანძილზე ეს? შედა პირველ მეორე შეხვედრაზე ამას ვიძახით. პირველი დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. ჩვენ ვისაუბრეთ პირველ დღეს მომიტანეთ წერილობით მომიტანეს საკამის არ იყო ის რაც უნდა მოგეტანა. იქ არც ეგ არ ყოფილა რომ არ უნდა იყოსო და ჩვენ ვითხოვდით რომ ჩამოვიდეს ადამიანი კომპეტენტური, იმიტომ რომ აქ უკვე არის შიერ დატოვებულ ხალხზე. კიდევ ერთხელ განმარტავ რომ ეს არ არის ვიღაცა ინვესტორი ჩამოვიდა აქ ააგუბუნა ქარხნები შექმნა სამსახურები და იმის სამადლოდ უნდა ვიყოთ. აქ არის სხვა კონკრეტული რამ, ხო მინდა რომ დავასრულო. აქ ჩვენ ვითხოვდით ერთ რამეს რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდეს და იქნება ჩვენ ვცდებით. იქნება მოხოვნები არასწორია. ეს იყო იმისთვის საჭირო რომ ხალხსაც იმედი გქონდეს რომ ჩვენ ხელისუფლება ზურგს გვიმაგრებს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გვიტყვია რომ ხელისუფლება ასე და ხელისუფლება ისე. ჩვენ პირიქით ბევრი კარგი განაცხადი გავაკეთეთ. ჯგუფები მოაგზავნიან დიდი. ჩვენ რომ ვითხოვდით იმ ნაციონალიზაციის თემას. აქ არა ვარ ჩვენ, მე არა ვარ იურისტი, მე ვარ რიგითი ჭიათურელი, იმ დღესაც გაგეცანით რა პროფესიისაც ვარ და
მე არ ვიცი ახლა იურიდიულად როგორ შეიძლება ნაციონალიზაციის დალაგება, მაგრამ ზუსტად ვიცი კომპეტენტური ხალხისგან რომ ეს შესაძლებელია. ამიტომ იქ სახელმწიფომ უნდა ეძებოს, სახელმწიფოს ყავს დიდი იურისტებიც, ეკონომისტებიც, კომპეტენტური ხალხიც და ამისთვის არის ამხელა სახელმწიფო რო გვაქვს ჩვენ და პრეტენზია რო გვაქვს მაღალ განვითარებებზე რომ ჩვენ ხალხი რო ვაცხადეთ საშენოდ გადმოდგმულ ნაბიჯს რო აგერ ბატონო ზურგი გაქვთ ხალხისგან რომ გამოცხადდეს სახელმწიფოს აკუთრება. ამისთვის რა არის საჭირო სახელმწიფომ უნდა დაალაგოს და მაღაროელები ვერასწავლის ახლა პრემიერ-მინისტრს ეს იურიდიულად როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები კი არა ვართ. ვამბობთ რომ ხალხის ძალა გამოვიყენოთ ამისთვის. მაგრამ ამისთვის შეეძლო ჩამოსულიყო კომპეტენტური პირი და ეთქვა დაელაგებინა თავის იურისტთან ერთად რომ ეს არის შეუძლებელი და მოდი სხვა რამე მოვითხოთ. რაც უკეთესია და თქვენ ახევარი აქ ამწარებული ხალხი რო დგას ამდენი ამხელა ათასიანი პროტესტი ამდენი ხალხი გამოვიდა მთელი ქალაქი დადო 4ჯერ ფეხზე და გამოდიან პოლიტიკოსები რომლებსაც ხელეწიფებად რაღაც გაკეთებათ ტელევიზორში და პირდაპირ გაშავებული მედიისგან ამოღებული ინფორმაციას აჟღერებენ იმის მაგივრად რომ თქვას რომ ნუ გეშინიათ ჭიათურლებო ესეც კი იმედი იქნებოდა ადამიანებს ეს არის მოკლევადიანი იმიტომ რომ ხელისუფლების ძალა არის აქ დიდი მნიშვნელობა თუ ხელისუფლების ნება იქნება ამ კომპანიას კი არა და აი ესეთ რამეს სალოლიაო ჭიათურაში არც კომპანიას არ უნდა ქონდეს არც წარსულს არც ახლანდეს და არც შემდეგს GM იქნება ეს თუ ვინც იქნება იმიტომ რომ ინვესტორი ვიცი მე რომელიც ჩამოვა რაიმეს შემიქმნის ღირებულს და დამასაკმებს აი იმას შეიძლება ველოლიაო მაგრამ აქ ჩემს წიაღისეულზე აი ესე პირდაპირ გამზადებულზე რომ მოდის და ფულს რო შოულობს იმას კი არ უნდა ველოლიაო იმან იპოვოს თავისი ბოდიში იმან იპოვოს თავისი მოგება რომ იყოს როგორც ბიზნესი მომგებიანი და დაკმაყოფილდეს მისი ინტერესი მაგრამ მე კი არ ველოლიავები პირიქით მოთხოვნები მექნება ბევრი რომ არ მომსყოს, არ მომწამლოს, შემიქნას პირობები თორემ. რა აქ ჭიათურლებს სალოლიაო GM-თან 1500 ლარა ყავს იაფი მუშახელი დასაქმებული და პირიქით თავის საქმეს იკეთებს და ბევრჯერ ვთქვი რომ კახეთიდან ვერ ჩამოიყვანს აქ მუშებს და ვერ მიცეს 1500 ლარა და ვერ ამუშავებს. პირიქით ჭიათურლებს იყენებენ. რომ შედიან მიწაში, სიკვდილის ფასად, თავისი ჯანმრთელობის ფასად და ამას არ უნდა ამადლოდნენ. პირიქი ჭიათურლები უნდა დაამადლოდნენ იმ კომპანიას რომ ფულს რო შოულობ აქ შენ არ ჩამოგიტანია აქ და მანქანებს არ უშვებ და ტელეფონებს არ ქმნი და კოკაკოლას არ ასხავ თუ რა მნიშვნელობა პროდუქტს კი არ ქმნი ჩვენ გამზადებულ პროდუქტს იყენებ და ჩვენ გვიყენებ ამის მუშახელად იაფად და პირიქი ეს მინდა რომ თქვა იმ კომპანიის სალოლიაო არაფერი არ გჭირს თორემ კი ბატონო უნდა გაუფრთხილდეთ ყველა ინვესტიციას პირიქი ყველა უნდა თავისი ქალაქი წარმოაჩინოს და ჩემ მეგობრებთანაც ვეუბნები. არ გაგვი ბიჭო ნანახი თქვენ ჭიათურა და აი სურათებს ვანახებ, ვიდეოებს ვანახებ. ნახე, კიდე იმას უბრუნდები რომ ინვესტიცია ბატონო გივი, აქ ინვესტიციებს ვერავინ ვერ ჩადებს. ვერ ჩადებს, ვიდრე რომ ძალიან შავპიარია. აკეთება გძელვადი. ერთ შავპიარია. აქ შავპიარზეც არ არის მარკა, რა თქმა უნდა არის და რა თქმა უნდა წარმოდგენებიც არის და ხა მოწონთ ჭიათურლების იუმორი თბილისში და ჩვენ წამოვიდა ორი თემი. ერთი წამოვიდა რომ მოკლევად ხელისუფლების წარმოადგინა თავის ძალა და ნება. ნახე, კეთილი ნება უნდა იგრძნოს ჭიათურლებმა. პირველ რიგში კეთილი ნება. და ამიტომ მივიდნენ ის ადამიანები ეხა შიმშილის ფორმამდე რომ მაშინ კეთილი ინებეთ და შეგუხდი. იქნება და რას ვამბობ? ჩვენ ხო იმას არ ვიძახით რომ რაც სახელმწიფოსთვის ან ქალაქისთვის ცუდია. რა თქმა უნდა ვერ იქნება ყველა აზრის სწორი, მაგრამ ჩვენზე ჭკვიანები რო ხართ, იმიტომ ხართ ხელისუფლების სათავეში. ჩვენზე მეტი ძალა რო გაქვთ, იმიტომ გჭირდება თქვენი ჩართულობა და ამ ქვენახევრის მანძილზე ჩვენ რო გაგატანეთ წერილები, ჩვენ რო თქვით რომ იქნება ჩართულობა და ქვეყანაც რომ მივიღეთ ამის მზაობა, ქვენახევარი გავიდა. და ველაპარაკებიან ტელევიზორში 2 წუთიანი გამოსვლი და იმასაც არ ამბობენ, რაცაც სასიკეთო და საიმედო იქნება. ფშიერი დარჩენილი ხალხი. ორ რაღაცას უნდა შეიძლება ჩამოთო მაგის შემდეგ. ორ რაღაცას კი უბრალოდ ორ რაღაცას იტყვი. თქვენ იცით I'm fans, rasakia, ero, ჭიათურა და ვარშიხეგეზი. რა მნიშვნელობა ქართულ ეკონომიკაში იცით ესა? ათოსი იკარგება დღევანდელი შეხვედრის
არა უასა ათოსი კარგება დღევანდელი შეხვედრის ორადორი რაღაცის თქმა მინდა რა ზუსტად მეგობრებო ჯერ კეთილი ინებენ და ადამიანს მეცით პატივი და დამასრულებინეთ და ეგრენ უმელაპარაკებით ბაბუის ტოლიკაცი ხარ მაშინ ერთი წუთი დამამთავრებინეთ შემოძმაო მაშინ ესე განგიმარტავთ მე თქვენ ჭიათურაში იმხელა სიმდიდრე არის ნებისმიერ ბიზნესმენს რო უთხრათ ეხლა ჩამოდი და გადაიბარე ეს ყველაფერიო ნებისმიერი თუ არა ბევრი მაშინ ასაკეთებს ეს კომპანია ეკრინებო თუ ეკრინებო მაშინ ეკრინებო დათმო და სახელმწიფო გადაიბარე თუ არა ჩაიკარგა ორ რაღაცას ვიტყვი მე მარტივად გაუსიხაზიო აქ არ არის იმ ოდიში რა პატივცემულო მე პატივისცემა მაქვს თქვენს მიმართ უფროსი ადამიანი ორ ერთ საქმეს ვიტყვი მე როგორ ექიმი ხო? ხო, ორ მეგობარს შეჭირო, ორი სამი მაინც შეჭირა, ყველაფერი კარგად. აი ხო, თორა მე დავდო ეს ტელეფონი და ვფიქრო, დინეს რო რამე. გამოდივდეს. მე ვარ და გამისამსაადი გამოვიდე და მიხედო იმა. თავარი ხაზი ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ბოდიშის მოხდი. და ხაზი გაუსვა რა. მე არავისთან პრეტენზია, ერთ რამეს უსვავ ხაზს. მე არ მიჯერა ერთ რიგი ჭიათურეს რომ ჭიათურაში მარგანეცის მოპოვებაში ვინმეს უნდა ელოლია ორ. თუ ვინმე კარგს აკეთებს ღმერთმა გაუმართლოს. თუ რამე გაუკეთებია, ჩანს კარგად რა გაუკეთებია და რა გაუშავებია. მაგის კომპეტენტური ხალხი არსებობს სახელმწიფოში და უნდა გამოიძიო ვის რა გაფუჭებული და ვის რა გაკეთებული. ზუსტად ეგ უნდა დაისვას ისაკითხი ამისთვის ვითხოთ სახელმწიფო. ბოდიში რა. ეს წინდა ვავთარებ ამ შესაუბარს. ამიტომ აქ ჩვენ დამცველები არა ვარ და GM და არც მოწინააღმდეგეა. თუ GM არის გადამრჩენელი ამ ქალაქის რა თქმა უნდა GM უნდა იყოს, მაგრამ პირდაპირ გეუბნები GM არ ქმნის რაღაცას არ ჩამოა ჭიათურაში. არაფერს არ აკეთებს ისეს რომ სამადლო კონდენს ჭიათურებს იყენებენ და ამას უხატავს ურავი რომ სამადლობელი აქ ჭიათურებს გასაგებია მე მგონი ერთ რაც შეეხება მოკლედ არ მინდა ძარო გამიგძებდეს რაც შეეხება გძევადი და პერსპექტივებს მოვისმინოთ ზელვადია საჩეხება ანუ ფონდი არის გამოსავალი მოусმინოთ ერთი წამით გავას არ ვიცი ხა ზოგი მოусმინოთ ერთი წამით ზოგი არ არის არ არის მეგონის აღნიშნეთ რომ შეგვიძლია საგამონდე ანუ საქმეზე რა ვილაპარაკო მე ნახო აი მაგალითად მითხარით რა რომელი საქმე ვერ გავიგე შენ გადარჩენილზე ანუ ყველაფერზე გადაც მე იგივეს არ ვილაპარაკო იმიტომ რომ აღსანიშნავია ეს ხალხმა და მე რაღაც ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონე მე არ გეკამათებულის და იმ ხალხის საუბრეთ საქმესთან აპოსტოლებს საქმესთან ახლოს გელაპარაკებით პატიცებულო შიმშილობა დაიწყო ხალხმა რომ შეუდგეთ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ეს საქმეა ამას ერთ თვენახევარია ვიძახი თბილისში ამისთვის ვირბინე და ვიღაცებმა სახელი დაგვაკვეს მორბელები იქა თბილისში ვიყავ პატიცემულო მაღალი ტონია და ხა მე მე არავისთან პატიცემულო არ გამომიჩენო მაღალი ტონია ხა და მომაღლა ვისაუბრე აურია და მაგისთავი ერთი რაღაცა გავამკვირდა პოლიტიკის რაღაცა სულმა დატრია მე ჩემი მხრიდან სოციალური რეალიზმი არსებობს, იცით ეს ძალიან კარგად. დააფინანსა თუ არა თქვენები ვინმე. 12000 ლარი. კი პირდაპირ ხოლმე სოფია. ოიცადე ვერ სოციალური რეალიზმი. 12000 ეგ რა არის რომ ითხრათ აბა? არა, გეკითხები. დააფინანსა თუ არა.
გეტყვით ახლა არაფერი არ არის დასამალი 200 პოლიტიკაში კიდევ მოსვლა თქვენ? გეკითხებით. თქვენი აზრით მე ჩემი აზრი არა, გაშხალებული ერთი წამით ვიტყვი არიელი ოიცა ეს გაჩერდი ერთი წამით რა ნოდარ ერთი წამით ნოდარ მეგობრებო ბოდიში კი არავის მომის ერთი წამით ახლა აქ მომის პათოლოგი ეხლა რაღაცა მინდა გითხრათ მე როგორც არა უნდა ბოდიში უნდა დავასრულო აქ დაიწყეთ ლაპარაკი რომ არავითარი პოლიტიკა და თუ კი ბატონო ის სოციალური რეალია კი ბატონო უარყოფი და გასაგებია კი ბატონო უარყავ ეხლა მეგობრებო ნახე ხალხო ეს არის საკეროს სკოლა არის ეს სოციალური ერთი წამი არც ეგ არ ვიცი და ამიტომ არ ვამბობ გამოსვლა გერმანსა მე ხედავ სიტუაციას რომელიც ფარგლებშიც არ ვარ ამ დარბაზში პირები არც კომპეტენტური და არც ლეგიტიმაციით რომ რაღაცა კონკრეტული წერტილი და დავსვათ ასე უნდა გამიგოს აქ უბრალოდ აზრები ჩვენი თხოვნა მაღარუელების საინიციატივო ჯგუფის თხოვნა ის თქვენი კომპეტენციის ფარგლებში როგორც შეგიძლიათ მიაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას რომ ჩვენ მსაფრ კომისიაში ჩავცვალ და დანარჩენ დეტალებში საუბრობთ. ჩვენ ყველა სად ვართ ჩვენებრივ ნახოსა დაკავშირებით. თელ საგრაფიკო. აქვე დავამატებ. შიმშილობა, შეცნება, ბიჭები დანამატებ, ჩანახობაში მაგას მე ვერ გავა ადამიანმა პიროვნულად გადაწყვეტილება მიიღო და თავისთავად მიფიქრა ყველაფერი და გათვალა თავისი ჯანმრთელობას და ასე შემდეგ, მე ვერ გადავწყვეტ კონკრეტულად თქვა პიროვნულად. შიმშილობა ცდები. სახელმწიფო წარმომადგენლებს და ჩვენ ისე გეგმას ვაჩვენებ თუ როგორ. აქ ის გეგმაზე ვისაუბრებ. აზრია რა გუგავ და პოპულისტობა გამომიტო ვერ გადაწყვიტა მაგი დავიწყე საუბარი მოკლევადიანი გადაწყვეტა და პრობლემის ეგ არის რომ ხელისუფალმა გამოიჩინოს უმაღლესმა ნება და დაელაპარაკოს ამ ხალხს და ნუ გააკეთებს ისე განცხადებებს რომ უიმედობა უჩნდება ჭიათურებს კიდე თვენახევრის მერე და გძელვადიანზე მოკლედ მინდოდა მე თქვა გძელათაც მინდოდა მაგრამ დავიცი ახლა მე პირდაპირ გეუბნები ბატონო გივიო არანაირი ინტერესი არ პოლიტიკური არ ფინანსური არანაირი პირადი არა მაგ შვილებზე ფიცები კეთილი ადამიანები ვინც გვეხმარება ფინანსურად ჩვენი ფინანსები არის გამჭვირვალე ძალიან კარგად ჩვენი ფინანსები არის გამჭვირვალე თქვენ გერმანიიდან ასევე საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ანგარიში ძღია არის და გამჭვირვალეა ყველანაირად თუ მაგით უნდა დაიწყოს ჩვენი გაშავება რაც არ ეკონტროლებაა ის თანხები რაც ირიცხება ჭიათურის მშრომელთა კავშირის ანგარიშზე სრულად ხმარდება და კიდევ მოხმარდება მომავალში ჭიათურის და ჭიათურელების კეთილდღეობას წავედით ბიძახის ტარიელი ბიძახის მიღება ბიძახისა ჩამოდით დავით ჩამოდით ყველანაირად ხო რა აზრია რა წავიდეთ კაცო ანუ მე ვიტყვა პოლიტიკური საზნაყოფა მაგას ვამბობ თუ ეს ბიჭები და ჩვენ ახდებით იმას რომ ჭიათურულად ლაპარაკობთ ადამიანის პოლიტიკას დავანებოთ ამიტომ იყო ეს საუბარი არა ჩემგან ხوار გაიგებ რამე პოლიტიკური მე ფეხბურთზე მეუღლე ყავს თბილისში დატოვებული არაფერი არ მირჩევნი ეხა ჭიათურაში იყოს მშვიდობა და წავიდე და ვიყო იმის გვერდში მე ეგ იცო ყველა ფაქტებით რომ ამ კონკრეტული საკითხის მიგული არანაირი ვიწრო პარტიული და ვიწრო არანაირი შევექები ამ გეგმაზე წეფან თითქოს რაღაც ძალიან ძელვადიანი იყო ყველაფერი ან ჩემი მხრიდანაც რა არის ეს არის ხელისუფლების ჩართული გასაკეთებელი ამიტომ სამხიუზე თუ პრივიტ გახდება და ეს ბიჭებიც ჩაერთვებიან ესამოდი. ბოდიში ჩართულობით და კეთილი ნების გამოხატვა. ეხლა ყველაზე მთავარია ფაქტებით რა. თითქოს აი უხვალ უნდა აღდგეს სამუშაო პროცესი, ხო? ამის ჩემი აზრით ამ პირველი ნაწილიც არის ეგის, რომ აღდგეს ეს ხელისუფლება უნდა თხოვოს თუ მოთხოვოს რა ვიცი კომპანიას რომ განიხილოს ეს საერთო ჰოლდინგი ან თუ მუშაობს პეროჩელადნოვი ქარხანა და თუ ამზადებს პროდუქციას და ჭირის უნდა იმუშაოს ჭიათურის მაღაროებას.
ეს ამ წუთში არ არენტაბელური რომ ციხოს სხვა რაღაცებიდან უნდა დაბალანსდეს ამის რენტაბელობა. თუ ჭიათურის ოპერატორი მუშაობს, ფერო მუშაობს, ვარციფეთ ესიდან იათ ელექტროენერგიას იგებს ფერო და იხიდება სილიკო მანგანუმი უნდა იმუშაოს ჭიათურის მაგალითად. ეს ხვალ არის, ხვალ უკვე გაკეთდება. კიდე რა უნდა გაკეთდეს ამდენიდან ხვალ. იმ დაზარალებულ მოსახლეობასთან გასცეს ხელისუფლება და მოიფიქრო კონკრეტული გეგმა, კონკრეტულად რაზეც ხელს მოაწერს დაზარალებულ მოსახლეობას, საგრებულო ჩართულობას თუ უშევა, მერიის აფიჩების და ნახეთ და ეს ადამიანები მზად არიან თუ ასეთ გეგმა იქნება ხვალვე აღდგეს მუშა პროცესი იმ ზეგანზე. ზეგანზე და უკვე რენტაბელობაც ამიტომ ფასი არის. მეორე მუშაობა და ეს არის და დანარჩენი აი გონდა ჩართულ და ზედმიწევი ბოდიში ამის გაკეთება ზედმიწევი ბოდიში ჩემს და ვიმეორებ ჩემი თავარი ამოცანა და ჩვენ ვიყო პირველ ხალხმა რომელიც გაჩვენებული არის მიიღო ხელფასი. ნო კონდეს შეიძლება მეორე ერთი და იგივეზე გადავიდეთ. ერთი და ვიღაცები გეგებულობენ რაღაცას. თემო მეგონი არასწორა ჩავდები. მეორე ჩემ პირველი მეორეა რომ აუცილებლად დაიწყოს კომპანია მუშაობა. ყოველ მიზეზგანეში ჩვენი ჩართულობით ყველა. მესამე რომ იქ შეცილება მოხდება თუ გადაიარაღება მოხდება ეს უკვე ერთობლივი цагები გადაწყვეტილებაა. დანარჩენში ყველა უნდა შევდაგდეთ იმაში რომ ერთმანეთს დაუბრუნდეთ გვერდზე გამოვიდეთ. პოლიტიკაზე მითო დავსვეს შეკითხვა ხალხს რა გაიგეთ. თქვენ უნდა იყოთ ჩემიდანაც დამოუკიდებელი, დათოდანაც დამოუკიდებელი და გიორგიდანაც დამოუკიდებელი და ჭიათურულად უნდა იაზროთ. ამაზე უნდა შევდაგდეთ ყველა. თუ გიორგის თავისი ინტერესი ექნება, მე ჩემი ექნება და დათო არ გამოგივართ არაფერი. მითო დაგისვით. არავინ არ დაიყარება არც მე, არც ესენი გვერდზე. იმუშავეთ მარტო. ამას გიხსნით. პოლიტიკა ჩახსნით თქვენ იმიდან. აგერ გააკეთეთ დოდარი განცხადება, გააკეთეთ საბოლოო, გავაკეთეთ ჩვენ მოგვიდა ამ სიტუაცია. ამიტომ სწორად გოგი, აგერ სულ აკაცია პოლიტიკაში. არავინ არ პოლიტიკა. ამ ხალხში ფაშე აღარ იქნება, აღარ იქნება. კონდომიერ ქალაქში. გავიჩეს ჩვენ ამიტომ არც მართლობა პარტია ამ ვიცით. როგორ ესენი ექსპერტია გოგი. ჩვენ ხوارვერი არასდროს აგერი კი ბატონები პოლიტიკურებით ჩავრეულად თუ რაღაცა არც მართლობა პარტია უნდა გამოიყენოს ეს ხალხი მაგის საჭიროება ერთჯერ დაუჯერა არ ყოფილა მაგრამ აქ აბსოლუტურად იყო მოშიშილები ციშდა და მე რა მოხახული რა ამინდო ეხლა პოლიტიკურზე გადავიდეთ ან ტელეფონიც მიჯდება არითო საუბრო როგორ ჭიათურები ჩვენ ასე ლაპარაკობთ ვისაუბრეთ იმაზე რაც არის გადასაწყვეტი საკითხი უნდა გადაწყვეტს ვიქოთ ხელისუფლებამდე მიტყვა ინვესტორამდე ისო ესე მოიცეს ის საკითხი შეხამაში გავაკეთეთ საერთოდ გუარ აი ეს ხალხი ამ ხალხს ის საშუალო რა ყოფილიყო ეს ხელფასი იმდენი ფული მიაქვს ქალაქი და ვიღაც დაგიკვირთ მე სისტემას ამიტომ ეს არის ამიტომ რომ შეიძლება ვივიდეთ ვიღაც დონეზე რაღაცა უშან პროცესის რაღაცა ანგრედამდე მიიღოს პირველი აქტი საუბარი აგაზია საუბარი არ გვინეს ბევრი ემოციები გავხსნით ხო და გამოვა ზიხარ ჩაჭოდა არც პირინები არც ჩხუბი არ შეგვიდა ანიშე უაფრესია როდის მივიდეთ კონკრეტულად არ გვინდა შეგავ მე დავიშე და მე შევიგდო Bravo, ადამიანამ ყველა უნდა ვეცნოთ ჩვენი. ასე დინა სამალი. ვერც დავასრულოთ, ჩვენ გავალთ, თქვენ თქვენ გააგზავნეთ. ალბატონებო და ბატონებო, მოდის ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც ამ დაწესებულებაში მუშაობთ, მაგრამ ჩემი აზრი ესეთია, რომ ეს დიდი თემა არის და ცდება ამ მოგვარების არიას. აქ ვარ ჩაერთო და კონკრეტულად უმაღლესი ხელისუფლება აქ ვერაფერი ვერ მოგვარდება და ვერ გადაწყვეტება ჩართულობით ვენახებასა და ვერაფერებული ვარიყარო არც ეს ვენახევარი თქვენ გუგულში არ გონია დაკრეფილი და არ მგონია რომ ვინმეს ეს არ ტკიოდა და არ განერვიულებდა ჩვენ ვართ რომ აღარ გვინდა ის შედეგი გაიგოს ხალხო არავის არ ეგონო აქ ვინც არ არავის არ ქალაქი არ იქნა ხელისუფლების ის ვარიანტი თუ გაუსმინოთ რა. მოგესალმებით ყველა ასეთი და ვიქნება დავიგე ყველასთან. ბოდიში წელს დავსვენ. მე ვარ საზოგადოებრივი მოძრაობის ჭიათურა და პოლიციას უბრალოდ აი მე ზინარე ისტორია მინდა მოყვე. რაც ყველას ემახსოვრებათ, მაგრამ საზოგადოებრივი ტელეფონი მიჯდება. რაღაცა ისეთი განცდა დამშა რომ თითქოს ეს პრობლემა არის ახალი.
თითქოს ამ პრობლემაზე დღეს გავსხედით გუში გაჩნდა და ვისკეთ მოწოდო. ამაზე სადეგბაში და ყველა შევთანხმდი და რაღაც პირველ ნაწილში harmonia ჩამოვარდა რომ ვიფიქრე რომ საერთოდ ყველა მიმართე დეპუტატს რომელზეც არის მიკითხავს სამიზანდება რა 20 საათიან რეჟიმშია ჩართული იმაზე მეცაკვე საკეთებს მე არ მძდომები ყველა გასაგებია მაგრამ 20 საათის შეადგენდა ბოდიში მეგობრებო კამერა რომელთაც ამ ლაივს უყურებ სამწუხაროდ ჯდება და უნდა გავთიშო ლაივი